გამარჯობა ჩემო კარგებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს, როგორ შეგპირდით წინა ვიდეოში, გავაკეთებთ ყველის წვნიან 15 წუთში. ძალიან გემრიელი გამოდის და ჩემ ოჯახში ყველას უყვარს და დარწმუნებული ვარ თქვენთანაც ასე იქნება. მოდით დავიწყოთ. ჩვენ დაგვჭირდება ქათმის ბულიონი ან წყალი. მე ბულიონზე ვამზადებ ვერმიშელი, მოშუშული ხახვი და სტაფილო. წინა ვიდეოში გავაკეთეთ და გავყინეთ ეს ეტაპი. მდნარი ყველი, ლორის გემოთი ან სოკოთი ან სხვა. თქვენ როგორი ყველი გიყვართ, ლორის თუ სოკოთი? გამა და კარტოფილი. დავაყენოთ ბულიონი გასაცხელებლად, ან თუ წყალზე აკეთებთ, მაშინ აადუღეთ ელექტროჩაიდანში, კიდევ უფრო მალე იქნება. მე დავაყენე ბულიონი და დავამატე მარილი. სანამ ის ცხელდება, დავჭრათ კარტოფილი წვრილი კუბიკებად, მასე კიდე უფრო მალე მოიხარშება და ჩემი პატარა ადვილად დაღეჭავს ასეთი ზომის კარტოფილს. როდესაც ბულიონი კარგად გაცხელდა ან საერთოდ ადუღდა, დავამატოთ დაჭრილი კარტოფილი. სანამ კარტოფილი იხარშება, დავჭრათ გამა და გადავდოთ გვერდზე. ფიალაში დავამატოთ ნახევარი პაჩკა მდნარი ყველის და ქვაბიდან ავიღოთ ბულიონი და კარგად გავხსნათ ყველი ბულიონში. როდესაც კარტოფილი ოდნავ დარბილდება, დავამატოთ ქვაბში ვერმიშელი. მაგისი მომზადების დრო არის 3 წუთი. ასევე მე ვამატებ ქათმის ხორცს, რადგან მე ვაკეთებ ქათმის ბულიონზე ეს სუპი. კარგად ავურიოთ, რომ ვერმიშელი არ მიეწებოს ძირს. და დავამატოთ მოშუშული ხახვი და სტაფილო. 2 წუთით დავტოვოთ. 2 წუთში დავამატოთ ყველი და დავტოვოთ კიდე 1 წუთით. უნდა ადუღდეს და სულ ბოლოს ვამატებ კამას. კამასთან ერთად არ უნდა დუღდეს. უბრალოდ უნდა იყოს ძალიან ახლოს ადუღებასთან. გემრიელად მიირთვით ჩემო კარგებო. დამიწერეთ კომენტარებში, როგორ მოგეწონათ ეს წვნიანი. დამილაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ კარგი რეცეპტები. კარგად ზანდებოდეთ ჩემო კარგებო. მომავალ შეხვედრამდე.